2013 წლის ნოემბერში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 9 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყება. სკოლების მშენებლობის პრეზენტაცია ცოტა ხნის წინ განათლების სამინისტროში გაიმართა. მას თამარ სანიკიძის გარდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ფინანსთა და სპორტის მინისტრები ესწრებოდნენ. როგორც თამარ სანიკიძემ აღნიშნა, სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა სკოლების ინფრასტრუქტურული ვითარების შესწავლის მიზნით რამდენიმე თვიანი მონიტორინგი განახორციელეს და გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე 9 სოფლის სკოლის მშენებლობა გადაწყდა. მათ შორის სოფელ ლამბალუში, სოფელ აბანოში, სოფელ სამღერეთში, სადგურსვირში, ახალ დიოკნეში, მუხრანში, წიფნარში, წილკანში, ბუღაშენში. სკოლები განათლების სამინისტროს დაფინანსებით აშენდება. ვიწყებთ ამ ეტაპზე 9 სკოლის მშენებლობა საქართველოს სხვადასხვა რაიონებში. აქ განისაზღვრა სკოლის არსებობის გადაუდებელი საჭიროება, ნაწილობრივ იმიტომ რომ მოძველებული ინფრასტრუქტურა და არა მხოლოდ მოძველებული, არამედ უკვე სიცოცხლისთვის საშიში და შეუძლებელია აქ რომ ხარისხიანი სწავლის პროცესი მიმდინარეობდეს. ჩვენ სკოლების რეაბილიტაციას ვაკეთებთ 2 წყაროდან. აღნიშნული 9 სკოლა სრულად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იქნება დაფინანსებული და დაახლოებით 24 მილიონი ლარი იქნება კონკრეტულად ამისათვის. ზოგადად სახელმწიფო ბიუჯეტი მომავალ წელს დაახლოებით 62 მილიონ ლარს გამოყოფს სკოლების რეაბილიტაციისათვის. ჩვენი მხრიდან, ენერგეტიკის სამინისტროს მხრიდან ვიღებთ გაზიფიკაციის სამუშაოების ვალდებულებას და ასევე ელექტრიფიკაციას და ეს სამუშაოები პარალელურად იქნება განხორციელებული, როდესაც ამ სკოლების მშენებლობა დასრულდება. ჩვენი სამუშაოების დასრულებული იქნება. ჩვენი სამინისტრო უშუალოდ ჩაერთვება საჯარო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხებში, ანუ ამ სკოლებამდე მისასვლელი გზები, მოედნების გაკეთება, წყლის შეყვანა სკოლებში, ეს იქნება ის ძირითადი საქმიანობები, რითაც ჩვენი სამინისტრო იქნება დაკავებული. თვითმმართველობის რეფორმა